ეს ის ჩემი თურქული სიმღერა ამეკვია და ჯერ არ ჩამოსულა რა. მერაბა ხალხო, მერაბა. მე არ მქვია მერაბა, მაგრამ ეს ესამებიან თურქეთში ერთმანეთს. მოგესალმებით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან. ვიმყოფები ალანიაში, ეს ულამაზეს ხედებზე ველოდები ჩემ ბერ გიოზლემეს, რომელიც არის თურქული ტრადიციული საუზმე, რა თქმა უნდა, საუზმით დავიწყებ ჩემ გადაცემას. დიდი ხანია არ მიჭამია ვიდეოში და ჩემ პირველი საჭმელი, რასაც ამ ვიდეოში ნახავთ, იქნება გიოზლემე. არ მიდევს მაგიდაზე, მაგრამ ეხლა გაჩნდება. უყურეთ 1 2 და 3. ეს ჩემი გიოზლემე. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა ისეთი სუნი აქვს, რომ ძალიან გემრიელი უნდა იყოს წესით. მაგრამ ნახოთ, როგორი იქნება. მანამდე დამიწერეთ თქვენ თუ ხართ ალანიაში ნამყოფი. ასველული ავები. ეს არის ფაქტობრივად აქაური ხაჭაპური. ყველი არის ცომში, მაგრამ ძალიან გემრიელია. მაგრამ აშკარად შეეშავათ. ხაჭოს მოიტანეს. ყველი არ არის შიგნით. თუმცა ცუდი არ არის. მაგრამ მე ყველის მინდოდა. ორა კაიჩაია, იო მუბარეკ. ჩემი აზრით ჯეიხოდილა არის და ეს ქალაქი არის ისეთი, რომ არც დაგაძინებს, არც მოგასვენებს, არც დაღლით მაგრად დაგღლის, მაგრამ ეგ დაღლილობა ისეთი იქნება, რომ საბოლოოდ არც დაგეძინება. მოგინდება, რომ კიდე და კიდე რაღაცა მეტი აკეთო რა და დიდი ვარაუდით ძალიან ბევრი ჭამა იქნება ამ ვიდეოში. იქნება ძალიან კაი სანახაობებიც. ასე რომ გიოზლემე კი კარგი იყო, მაგრამ ჯობია ეხლა გავაგზავნოთ ნელ-ნელა გზა სანამ დოლმა დამაწიეს, ჯიგრებმა ჯობია რომ აქედან ნელ-ნელა გავიდეთ და შევუდგეთ ალანიის აღმოჩენას. ამინდი რაც თავარია ხელს მიწყობს, აპარატურა დატენილია, დრონი აქ არის და შემილია აუშვა და ხო, არ მოგაკლებთ საინტერესო და ლამაზ კადრებს, იქნება ის, რასაც ელოდებით. ამ ციხესიმაგრესთან ავარ ეხლა, მაგრამ ზევით ფიზიკურად ვერ ავალ, ძალიან შორია. 40 წუთი უნდა მარტო იქამდე მისვლა აქედან, საიდანაც იწყება სანახაობა, მაგრამ ვერ ავალ ფიზიკურად. აი შემიძლია ვერ ავალ. A few moments later. სრულიად შემთხვევით რუკაზე რაღაც არასწორად დავწერე ეტყობა. ამოვედი გალავანზე. სულ სხვაგან მივდიოდი. აქ რაჯანდება მინდა. თუმე ხდება ხოლმე. ერთ ძალიან მაგარი ადგილი, რუკაზე ვნახე ახლა და რაღაც must-see place-ი არის, ესე რომ ვთქვათ, თურქეთში რა, ალანიასთან ახლოს. დინჩაი აქვია ამ ადგილს და აუცილებლად წაგიყვანთ ახლა თქვენს და დაგათვალიერებინებთ იქაურობას. ძალიან ფოტოგენური ადგილი არის და დრონსაც ავაფრენთ და დავათვალიერებთ ზემოდან იმ სილამაზე, სადაც დაგხვდება. აი შეიძლება დინჩაი უნდა ახე ცოტა არ იყოს ამ ადგილმა მოლოდინებს გადააჭარბა, სურათებში სხვანაირი იყო და აქ სხვანაირი და სიტუაცია და მოდით კარგად დაგათვალიერებინებთ რა ხდება. აი ესეთი ბუნგალო ავთვიე. ორკაციანია, მაგრამ მარტოა. მე ხო არ გამომიჩნდა ხელის მომკიდე არა. გამომდინარე იქიდან რომ აქ არის მდინარე, არის ქვასავით ცივი წყალი, აი როგორც ჩვენთან არაგვი არის, ეგეთი კონდიციის
ეგეთი კონდიციის წყალი არის დაახლოებით ძალიან ცივი და ხალხს ისე ცივა რომ აი შეხედეთ ანუ თუ მაინც ასას ჩადიხარ ხალბატონი და ცივა ვიცი მე რა თავს ეკლავა მდინარე არც მე ეგეთი რაღაცები არ შემილია. შემილია იმაშიც გამოგიწევთ რომ ცურა ვიცი. წყალზე ტივტივი არ ვიცი. რა ვქნა, რა გავაკეთე. ვერ ბედავ ეგეთ რაღაცებს არ შემიძლია. მიჩვენია ჩემთვის წყნარად დავჯდე, უყურო ამ ყველაფერს, დავტკბე. გირჩევთ რომ ვინც აქ მოხვდებით ალანიაში, აუცილებლად გამოიაროთ აქ გრილა ქალაქთან შედარებით და სასიამოვნო საღამოს გაატარებთ. დარწმუნებული ვარ და გემრიელობა კერძებსაც დააგებუნა. აქ არაფერს არ შევჭამ, იმიტომ რომ წინ კიდე ბევრი გვაქვს საჭმელი, ასე რომ ეხლა ცოტა მოვისეირნოთ კიდე აქაურობა და მე გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. ისეთი საშინელი სიცხეა, რომ სუნთქვათ კი რთულდება ნელ-ნელა რა. ორჯერ მაქვს გამოცვლილი უკვე, ჯერ არ დაწყებულა დღე. სანამ ესეთი ჩახუთული და ცხელი ჰაერი არის ჩვენ ქალაქში, წავალ ახლა, დავითრევთ ცოტა უცნაურ ორცხობილებს. დუბაის შოკოლადის ნაყინსაც დავაგემოვნებ აუცილებლად და ვნახოთ ვნახოთ ის It was at this moment that he knew. He fucked up. სუმინდოდა აი ესეთი კადრი მქონოდა გადაღებული და აი მოვედით ახლა მაღაზია მიგროსში და აქ ვნახავთ სხვადასხვანაირ ტკბილეულობებს, მაგრამ აქ გზადაკეტილი ეხლა უყურეთ თურქულად როგორ უნდა გაწევთ. პარდონ. კინე. ედავთ ერთი სიტყვა და ყველაფერი მოგვარებულია. Papita. ეს არის ძალიან მაგარი შოკოლადი. Facebook-ზე რეცეპტორის ჯგუფში ხშირად ვხვდება ხოლმე, რომ თუ ვინმე სადმე მიდიხართო, აუცილებლად ჩავმიტანეთ. ამას მეც გავსინჯავ დღეს ძალიან მაინტერესებს როგორია. დამცხრები. ეს საინტერესო იქნება როგორი იქნება. ორი ცალი დუბაის შოკოლადის ნაყინი. How much? Roasted. თურქული სიმინდი არის ყველაზე ცნობილი, ესე ვთქვათ, დელიკატი. Thank you. Tamam. ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროდუქტი მთელ თურქეთში. პირველად გავსინჯე სტამბულში და ისეთი გემრიელი იყო, რომ აი არ ვიცოდი რა. თურქეთში ჩამოსულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გასინჯოს აი ეს სრულყოფილება, ეს იდეალიზმი, ეს სიწმინდე. ძალიან მაგარი პროდუქტი არის. დამჯერეთ, ვის ჩამოხვალთ, შემწვარი სიმინდი გასინჯეთ. აი ესე გამოიყურებეთ ჩემი დღევანდელი მენიუ. ხო და ნელ-ნელა დავიწყოთ ახლა ამ ყველაფრის დაგემოვნება. ძალიან ცხელა. მაინც მომიწია მზეში დაждდომა და ისე გადაღება. მაგრამ რას ვიზავთ? თავარია საქმე გაკეთდოს. დავიწყოთ ჩვენ დაგემოვნებები და პირველი რაც მაინტერესებს აი ეს მწვანე წყალია, რომელიც არ ვიცი რა არის. გაზიანი თუა მაგასაც გავიგებთ. თვალი მტკივა ეხა და უარესად მეტკინება თუ კიდე ძალიან ტკბილია. მირინდა ხო გაგისინჯავთ მწვანე ვაშლის. პირველად რომ შემოვიდა საქართველოში და აუ მწვანე ვაშლის მირინდა და დღეს უყოლეთ ფეხებზე კიდია. არ ფეში არ ვარ გაის. ცუდია. არ შეჭამთ. ნაყინით გავაგრძელებ, თორე დადენება და უკვე ცუდად არის დუბაის შოკოლადის ნაყინი. აი მე ცუდად ნაყინი ცუდად არის გულიერევა. ხაშუნობდეს დუბაის შოკოლადის ნაყინიო.
ცუდად არის. არც მაშინ მომეწონა და არც ახლა მომწონს. დუბაის შოკოლადის ნაყინი არის საშინელება. ან ცივი უნდა ჭამო, ან თვითონ დუბაიში უნდა ჭამო, იმიტომ რომ მეორე ვჭამე და მეორე თან მომეწონა. როცა ის ნაყინი დავდე პირველად სტორიზე ეგრევე მომწერეს, რომ ეგ არ უნდა გეყიდაო, ეს უნდა გეყიდაო რა მოკლედ და აუ ესეც მაგარი ცუდად არის. ისუნთქე არა Hana Miller tuzlu urabiere mapeli ve tsore ketlu yeni paket Bana da rixneba იგივე წერია ყველაფერი თავიდან არ გამეორებინოთ უბრალოდ აქ წერია ფარმაბულა სოზნო ყურაბეინი აუცილებლად კარ პროდუქტებში მოხვდება ეს ამაში ღირდა გადახდა ფრუტა ექსტრა მანდალინი დოგალ ზეგინ მინერალ გონზალი იცერეკ გაზიანია მე წყალსნაფოტი ჩამოქონდა აი მაგას დღეს იცეთი მანდალინის სუნი ამოხტავს მთელი აჭარა შიგნით არის ჩვენი პატარების მეგობარი ბარნი დავირგავი გეცი აი მართლა მაინტერესებს ესეთი ორი ცხობილები ხა შემდეგსაც რო გავხსნი ნახავთ ძალიან ჩვეულებრივად არის შეფუთული ეს საცოდავი კუბოში რატო წევს ხო შეიძლება პროსტ მართლა მკვდარია ეს აუ ნახეთ ეს პიჯოს თუ გადაგსახავ ახლა წესაგიგებ დედა ცოტა დამოკლდა ეს პროდუქტები მევატარეთ ცუდად თუ ყველა ცუდად როგორ არის დასაშინელება იცით რა არის მე რო ეხა ამებს ვჭამ მოვიწამლები ეს რომ ცივი ყოფილიყო ცივი რა გაუნდნარი კარგი იქნებოდა კარგია ცუდი არ არის ბიჭო ამას ვერ გავსინჯავტო არა საშინელი სუნია ეს არის სოდიანი წყალი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქეთში. არის ლიმონის არომატით და უკვე თბილი. ეს უცივია ვიცი, მაგით არ ხსნი ამდენი ხარ. მართლა კაია. გამიხარდება თუ თბილისშიც გაიჭითება ესეთი. სავარაუდოდ ყველანაირ გემოს გაანეიტრალებს და გაასწორებს. უჭველი მარწყვის გავსინჯე მაშინ. სხვანაირი გემო რატო აქ? არ ვიცი, მაშინ ადრე გავსინჯე და კაი იყო და ეხლა რატო გაცვდა არ ვიცი. თავიდან გაყარა მეგობრებო. ამ სეგმენტის გამარჯვებულია Doritos's შავი ჩიფსი ექსტრემ. თუმცა
Pulker caramele. მაგარი რაღაცა. აი თუ უნდა იყოს ორ ხობილა რა. ამას ვიყიდი თბილისში სწავლია. ულკას ვთხოვ დამასპონსოროსო ყველა გადაცემაში ვილაპარაკო ამაზე. ამერიკული ორ ხობილის მსგავსია, რომელიც ამერიკული აღარ არის, თურქული გახდა. ჩემი ხატია სამშობ ხაქაურობას რა დაალაგებს მადლობა კბილეულობების ჭამას თუ ეს იყო გადავდივარ შემდეგ ადგილას გამოვედი ღამის ალანიაში, ახლა გადავწყვიტე რომ აქაური სტრიტ ფუდი დავაგემონო და ამავდროულად ნახო როგორი აქაური ღამის ცხოვრება. Smith მე არ ავსავ, თვალი მტკივა, ექიმა არ დალიო ალკოჰოლიო და ამიტომ იმენა აი როგორი ხალხი არის, იცი აქ, აი არაფრის ის რო არ აქვს, ეთიკა, კულტურა და მორიდება რა. აი ეს გაგიტაკებიან, გაგიტანენ რომ მოდისაც არ მოგიხდიან. რა ვქნა ძმა. წავედით დავაგემონოთ ახლა აქაური დიურუმი და პატარ-პატარა მოლუსკები სანაპიროზე. ჩვენი პირველი სტრიტ ფუდ გაჩერება იქნება დონდურმა და ეხლა ჩვენი ძმა აგერ მოგიგებო მითხრა, მაგრამ ნახოთ. მე ვიცი რომ მოუგებ რა. რომელი გინდა? როგორებია? პეტრიშოვი, მარკუსბერი ეს ქართული იცი სხვათა შორის? არ ვიცი, ცოტა ქართული. თუ ცოტა ეგეც მე ვარ, ის მიშენი ხმა როგორც იცი ქართული. გამარჯობა როგორ აქარ ჩემი სიყვარული. მეტი არც არაფერი ჭირდება ადამიანს გოგორო გაიცნოს. ხო ეგრე. ოპა. Let's go. ოპ. ესა. უკვე პირველი წარუმატებელი მცდელობა. Now you can say bye bye ice cream. Bye bye ice cream. Opa. Dar მე кайფება. Taste. ვახ. Opa. Bro, you know შეკარგოს. შეგარგოს ძმა, აი ამაზე მეტი რა უნდა გითხრას ადამიანმა, რომელიც რამდენი ხანი აქ მუშაობს? როდის სტავლებ? აკლა გინდა? ეხლა? ეხლა შენ დალევ? არა. მე ერთად თუ არ დავლეთ ისე რა მინდა ალბათ. გემრიელი. დღეს ვჭამე დუბაის ნაყინი, ხო თქვი? აქ თუ ჩამოხვალთ, უნდა ჭამოთ ესეთი ნაყინი, რომელიც აკეთდება. აი ეს არის ნამდვილი ნაყინი. კარგად. მადლობა. I will write you. რა თქმა უნდა, ფულს არ ვიხდით. მივდივართ. ვიღიმებით და ხელს ვქნევთ. თელ სანაპიროს გამოვუყევი ახლა და ვერსად მიდიები ვერ ვნახე. გაწყდა, რაღაცა პრობლემა შეემთხვაო ალანიას მიდიებთანო და ეგ პროექტი ამოვიღეთ აქაური სტრიტ ფუდიდანო. ეხლა მივდივარ ჭამო დურუმი, რომელიც ძნელად საშოვნი არის ისეთი, რომელიც გარეთ კეთდება. კაცმა ისტორია მომიყვა, რომ გამომდინარე იქიდან რომ თურქეთი ძალიან დიდი მოყვარული არის ცხოველებისა და განსაკუთრებით კატებისო. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც კატა ეპარებოდა ამ საჭმელ ხორცს და ჭამდაო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხორცი შეგვეტანა შიგნით და მომხმარებლისთვის ესაკვები უფრო უსაფრთხო ყოფილიყო. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ სტრიტ ფუდის გადაღება მინდა. არსად არაფერი სტრიტ ფუდი არ არის. წავედი ახლა დურუმი ვიპოვო სანამ. ძალიან მალე უნდა მოვასწრო ამ საკვების მოძებნა, იმიტომ რომ აქედან მივდივარ ისეთ ადგილას, სადაც აი გეტყვით რა არის. ნეტა ეს კაცი არ გაფრინდებოდეს ახლა და არაფერი მინდა.
მოვაგენი როგორც იქნა, აგერ არის ხორციც გადავიღებ როგორ ჭრიან, როგორ ამზადებენ და ხო და აქედან გავეშვებით უკვე იმ ძალიან მაგარ ადგილას, რასაც მთელი ვიდეოს განმავლობაში ვმალავდი. Merhaba. აქაც მერაბა დამიძახეს. ხუთ შევუთხარი ნოდარა. არა მერაბა. მერაბა. აჰა. მოვიდა თქვენი მერაბა. ვიღაცა რაღაცას მიყვეს და ვერაფერი ვერ გავიგე რა უნდა. მაგრამ ისე შეეხა არ მაინტერესებს საერთოდ არაფერი. დედას გეფცებით, ხალხმა სიმწარის მნიშვნელობა არ იცის. ანუ თხოვე რომ კინოზე ვჭამე მეთქი რა, რაღაც მსგავსი და არ იყო მეთქი. წარე და იქნება რაღაცა ამტაროთ მეთქი. კაიო. და მომიტანეს აი ეს რაღაცა ეს არისო მწარეო არ არის ხალხო მწარე ქართულ შაურმას მაინც არაფერი არ ჯობია რა გაიცანით ჩვენი ძმა What's your name? Erkan, you? Nodar Nice to meet you. Merhaba Merhaba. İş merhaba. ეს ეს merhaba Yeah, wait. Ciao, ciao. Ciao. ეხლა მოვედი ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ჩემი მეგობრები იმყოფებიან. არიან აკრობატები, აქვს ძალიან მაგარი შოუ, მომიწვიეს საყურებლად და თქვენთან ერთად გავიზიარებ ამ შთაბეჭდილებებს, იმიტომ რომ მეც პირველად ვარ, პირველად ვესწრები ამათ შოუს და როგორც მპირდებიან, ძალიან საინტერესო იქნებაო და ამოდი ეხლა დაველოდოთ ჩვენ ერთად და ნახოთ რამდენად მართლა საინტერესო იქნება. ჩემი ძმაკაცებისთვის უსაფრთხოება პირველ რიგში. ყველაფერი აი ნერვიულო, კარგად არის ყველაფერი. აი აზმაო. დავაი. შებერეთ. არა. As a child, you would wait and watch from far away, but you always knew that you'd be the one that would while they all play. And you'd lay awake at night and scheme of all the things that you would change, but it was just a dream. Here we are, don't turn away now.
მოკლედ ამ ემოციებით დატვირთული შოუს მერე მე მგონი რომ კარგი ვიდეო გამოვიდა საბოლოო ჯამში. ბევრი კარგი კადრი გადავიღეთ, ბევრი ვისეინეთ, ბევრი ვჭამეთ. ისღა დამრჩენია რომ გითხრათ მომავალ შეხვედრამდე გამოიწერეთ ჩემი ახი არ დაგავიწყდეთ.